კომუნიზმი დამარცხებულია და ყოველთვის ასე იქნება. კომუნისტური სისტემა ამერიკული საპირისპიროა და კომუნისტური სისტემა არასოდეს მუშაობდა. ჩვენმა მებრძოლებმა არ იბრძოლეს კომუნიზმის წინააღმდეგ. მსოფლიოს სხვადასხვა ბრძოლის ველებზე იმისთვის, რომ ეს საფრთხე ისევ თავს ამოყოფდა, ხომ ასეა? აქ ამერიკაში ამას არ დაუშვებთ. მან გამოაცხადა სრული გამარჯვება ირანზე. ამერიკის ეკონომიკა გამოაცხადა მსოფლიოში ყველაზე ძლიერად და ძალიან ბევრს საუბრობდა კომუნიზმზე, რაშიც რატომღაც დემოკრატებს ადანაშაულებდა. დონალდ ტრამპმა წარმოთქვა ისტორიული სიტყვა ვაშინგტონის თავზე გამართული ისტორიული ფეიერვერკის ფონზე. აშშ-ში გუშინ აღნიშნეს დამოუკიდებლობის გამოცხადების 250 წელი. და აი დონალდ ტრამპის სცენაზე გამოვიდა ხანგრძლივი გადადების შემდეგ ჯერ ჭექა ქუხილის, შემდეგ კი ანომალური სიცხის გამო. სიტყვით გამოსვლა დიდხანს გაგრძელდა, ტრამპმა თავად დაფპირდა ყველაზე დიდებულ შოუს და სთხოვა საზოგადოებას მოსულიყვნენ და ენახათ, ციტატა, საყვარელი პრეზიდენტი. ეს არ ყოფილა ტრადიციული გამაერთიანებელი სიტყვა დამოუკიდებლობის დრისთვის. როგორც მაგალითად ჯერალდ ფორდს ან რონალდ რეიგანს ჰქონდათ წარმოთქმული, ეს იყო წინასაარჩევნო, ტრიუმფალისტური სტილით და ზოგადგილას ბნელად პოლიტიკური სიტყვა. ამ გამოშვებაში ჩვენ ერთად გავაანალიზებთ დონალდ ტრამპის სიტყვით. რა არის მასში ნამდვილად მნიშვნელოვანი და როგორ უკავშირდება თითოეული ხმამაღალი ფრაზა მის რეალურ პოლიტიკას. რადგან ტრამპმა განაცხადა მაგალითად ციტატა ჩვენ ირანი გავაქრეთ. ჩვენ უფრო მდიდრები და უსაფრთხოები ვართ, ვიდრე ოდესმე დადგა ოქროს ხანის განთიადი და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ლამას სიტყვებს უკან სამწუხაროდ დგას გახლეჩილი ქვეყანა. მკიფე შეთანხმება მხარდამჭერებთან და ისტორიკოსების შეფასებით ყველაზე ღრმა შიდა განხეთქილება სამოქალაქო ომის დროიდან. გასაგებად რო ვთქვათ, Financial Times-ის მონაცემებით ბოლო სოციოლოგიური გამოკითხების მიხედვით, ამერიკელთა 58% თვლის, რომ აშშ-ს ომი ირანთან არ ღივდა გაწეულ ხარჯებად. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ, როგორ აღნიშნა ამერიკამ დამოუკიდებლობის გამოცხადების 250 წელი, მაგრამ იმ კონტექსტში თუ რას და კონკრეტულად რაზე საუბრობდა დონალდ ტრამპი. სანამ დავითქვათ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ხალხო, 250 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები იყო იმედი, დაპირება, სინათლე და დიდება მსოფლიოს ყველა ერთს შორის. თელ მსოფლიოში ცდილობენ ჩვენნაირები იყვნენ. არავის შეუძლია იყოს ჩვენნაირი. და ღმერთის დახმარებით ჩვენ ყოველთვის ასეთები ვიქნებით, ან კიდევ უკეთესები. ამერიკა მასე აღნიშნა საკუთარი დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილე. აღნიშნა სხვათა შორის დიდებულად მასშტაბური ფეიერვერკით და დონალდ ტრამპის ხმამაღალი გამოსვლით. აქ რეპორტაჟს არ გავაკეთე, მინდა სწორედ დონალდ ტრამპის სიტყვა გავაანალიზო და შევადარო რეალობას. ამერიკის პრეზიდენტის სიტყვის ძირითადი აზრი ისაა, რომ ამერიკა არ ბერდება, არამედ მხოლოდ იწყება. და შემდეგ გაისმა ხმამაღალი დაპირებები. ციტირებ. 250 წლის ასაკში ჩვენ შესაძლოა ყველაზე ძველი კონსტიტუციური რესპუბლიკა ვართ დედამიწაზე. მაგრამ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ იწყება, რადგან საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. ეს მხოლოდ ამერიკის ოქროს ხანის განთებაა. ამ 250 წლის თავზე ჩვენ ვაცხადებთ, ზუსტად ისე როგორც ისინი აცხადებდნენ 2.5 საუკუნის წინ. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების და თავისუფლების საქმისთვის ჩვენ აუწევთ ჩვენს ქვეყანას ახალ დონეებზე, ისე დონეებზე, რომლებიც ჯერ არ არსებობს. ჩვენ ამას მივახცევთ. ჩვენ გავხდით მას უფრო დიდს, უკეთეს, ძლიერს და კიდევ უფრო მეტად შევიყვარებთ მას. საინტერესოა, როგორც ამობენ, შევამოწმოთ, რაზე საუბრობს დონალდ ტრამპი, როდესაც აცხადებს, რომ ამერიკა უფრო დიდი გახდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ის აპირებს ახალი ტერიტორიების დაპყრობას. რაც შეეხება ფრაზას ამერიკის ოქროს ხანაზე, ეს საერთოდ არ არის ახალი. ტრამპი მას უკვე მთელი თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში იყენებს. მთელი სიტყვის განმავლობაში რეფრენივით ისმოდა განცხადება უპრეცედენტო აყვავებაზე. ციტატა. და დღეს ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერია, თავისუფალია, მდიდარია, უსაფრთხოა და ბევრად უფრო ამაკია ვიდრე ოდესმე. ასევე ეკონომიკურ საკითხებსაც შეეხო. ჩვენი საფონდო ბაზარი ყველაზე ძლიერია ისტორიაში. ჩვენს ქვეყანაში ინვესტირებულია 19.2 ტრილიონი დოლარი, რაც 6-ჯერ მეტია ვიდრე ოდესმე. ჩვენ აშშ-ში უფრო მეტ ქარხანას ვაშენებთ ვიდრე ოდესმე და დღეს უფრო მეტი ადამიანი მუშაობს შეერთებულ შტატებში ვიდრე ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ პერიოდში. როგორ შეესაბამება ეს ყველაფერი რეალობას? ტრამპის ეკონომიკური განცხადებები ტრადიციულად მხოლოდ ლამას ფასადს აჩვენებს.
ამ ფასადის უკან კი მისი რეალური პოლიტიკა დგას. ეს არის აგრესიული სატარიფო ომი. ეს არის სავაჭრო შეთანხმებები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან. ანუ დღეს აშშ საკუთარი კეთილდღეობისათვის იყენებს პროტექციონიზმისა და სავაჭრო ომების პოლიტიკას. ეს არც კარგია და არც ცუდი, უბრალოდ ფაქტს ვაფიქსირებთ. მაგრამ ასე ვიტყოდი, დონალდ ტრამპის გამოსვლა წინასაარჩევნო იყო, რადგან ის უკვე რამდენიმე დღე ავითარებს თემას, რომ დემოკრატები კომუნისტებს უტოლდებიან. აი უკვე რამდენიმე შეიძლება თქვა კვირა, ის მთლიანად კომუნიზმის თემას ავითარებს. ყოველ გამოსვლაში ახსენებს კომუნიზმს, კარლ მარქსს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და აი წინა დღეს რაშმორის მთასთან 3 ივლისს მან განაცხადა, ციტატა: კომუნიზმი ამერიკული თავისუფლების სასიკვდილო საფრთხეა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი საფრთხეა. მათ შორის პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, Pearl Harbor და afilú 11 სექტემბერი. პრინციპში ამაში მას ვერ შეედავები, თუ არ გავითვალისწინებთ იმ კონტექსტს, რომელშიც ის ამას ამბობს. დონალდ ტრამპმა კიდევ უფრო შორს წავიდა. კომუნიზმი კონსტიტუციის მტრად 1776 წლის 4 ივლისის მტრად გამოაცხადა და პირდაპირ დააკავშირა იგი იმიგრაციასთან. შემდეგ მოყავს მისი ციტატა. პრეს ჩვენს მიწაზე კომუნისტური საფრთხის აღორძინებას ვხედავთ, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ახალმოსული იმიგრანტების მხრიდან, რომლებიც იზიარებენ იდეებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს ცხოვრების წესს. ჩვენ მოგწონს ასეთი საფრთხის დაუყოვნებლივ შეჩერება, სანამ ის დაიწყება. ეს კიბოსავითა, რომელიც უნდა ამოიჭრას და სწრაფად ამოიჭრას. საკითხი ისაა, რომ ბოლო კვირებში დონალდ ტრამპი სიტყვა კომუნისტს იყენებს როგორც იარლიქს დემოკრატების მთელი რიგის მიმართ, რომლებიც უკვე ამ ნოემბერში კონგრესის არჩევნებში მონაწილეობენ. ეს კლასიკური პოლიტექნოლოგიური თამაშია. ეს ძალიან ბანალური და მარტივი ხერხია, იცით, ვინმეს იარლიქს მიწებება და მაგალითად დემოკრატების კომუნისტებად მოხსენიება. თქვა რომ აი ისინი კომუნისტები არიან, ჩვენ კომუნიზმის წინააღმდეგ ვართ, შესაბამისად ჩვენ დემოკრატების წინააღმდეგ ვართ. და შემდეგ უკვე საუბარი იმაზე თუ რამდენად ცუდია კომუნიზმი. ანუ არ საუბრობენ კონკრეტულად რა აქვთ ცუდი დემოკრატებს, რა გააკეთეს დემოკრატებმა არასწორად და ასე შემდეგ. დემოკრატები აღარ არიან, თქვენ უკვე მიაწებეთ იარლიღი. და შემდეგ იწყებთ საუბარს, როგორი ცუდია კომუნიზმი, როგორც მოვლენა. რასანაც ადეკვატური ადამიანი რა თქმა უნდა არ იდავებს. ადეკვატური ადამიანი იტყვის, ხო, კომუნიზმი ბოროტებაა, საერთოდ როგორ შეიძლება კომუნიზმის მხარდაჭერა. მაგრამ ნიშნავს თუ არა დემოკრატი კომუნისტს. აი ეს ფორმულა არის კი ის აქსიომა. მინიმუმ ამაზე შეიძლება იდაო. და ზოგადად აი 4 ივლისიც. მაგრამ წინასაარჩევნო აგიტაციად გადაიქცა არა მხოლოდ დონალდ ტრამპის მხრიდან. ნიუ-იორკის მერმა ზაჰრან მამდანიმ 4 ივლისის თავის სიტყვაში ტრამპის სახელი არ უხსენებია, მაგრამ უპასუხა პრეზიდენტის მუდმივ თეზის იმიგრანტებზე. ციტატა: თაობიდან თაობამდე გვიმეორებდნენ, რომ როცა მსოფლიო ჩვენს ნაპირზე აგზავნის თავის ხალხს, საუკეთესოებს არ აგზავნის. იდეალები, რომლებზეც ჩვენიერი აშენდა, საკმარისად ძლიერია, რომ ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმი გადაიტანოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მათკენ ვისწრაფით. მაგრამ დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ნაწილი საერთოდ ძალის ჰიმნია. ტრამპმა პირდაპირ დააკავშირა იუბილე ბოლოს სამხედრო ოპერაციებთან. და შემდეგ მისი ციტატა: ჩვენ გარდაუქმნით ჩვენი არმია ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში. შეხედეთ ვენესუელას, შეხედეთ ირანს. ჩვენ გავანადგურეთ ისინი, გავანადგურეთ მათი სამხედროები. სხვათა შორის ირანზე ტრამპმა ასე განაცხადა, ციტატა: როგორც ჩვენი ბოლო გამარჯვება, როცა ჩავძირეთ მთელი ირანის ფლოტი 159 გემი ფსკერზე, ყველაფერი ერთ წამში. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში უდიდესი არმია, ამერიკა არის გამარჯვებულთა ერი და დღეს ჩვენი ქვეყანა კვლავ იმარჯვებს. იცით, მე კარგად მესმის, რომ დამოუკიდებლობის დღეს შეერთებულ შტატებში სწორედ ასეთი პატრიოტული გამარჯვების და ასე შემდეგ სიტყვები უნდა ითქვას. საერთოდ ყველაფერი გასაგებია, ატმოსფეროც ესეთია. მაგრამ ასე უნდა ვაღიაროთ, რომ ირანთან ომი, რომელიც დაიწყო 26 წლის თებერვლის 28 რიცხვში, დღესასწაულის, ანუ 4 ივლისის დროისთვის ტრიუმფალურად დასრულებული არ იყო. ამ ომს აშშ-ის გამარჯვებით დასრულებულად გამოცხადება ძალიან რთულია, რადგან ეს ომი მკლიფე-ზავის პირობებშია. ის დგას ჩარჩო მემორანდუმზე ურთიერთგაგების შესახებ, რომელიც ყოველწამს შეიძლება დაინგრეს. ამიტომაც შეგახსენებთ ერთი კვირის წინ ორმუზის სრუტეში დარტყმები გაცვალეს. აშშ-ი საკუთარი დაზვერვაც კი ეჭობს თეირანის განზრახვებში და დაზვერვა აფრთხილებს ტრამპს, რომ მოусმინეთ, ირანი ამ შეთანხმებას არ შეასრულებს. ისინი უბრალოდ დროს წელავენ.
ამავე დროს წამყვანი ანალიტიკური ცენტრები ამ შეთანხმებებს უფრო ირანისთვის მომგებიანად აფასებენ, ვიდრე ამერიკისთვის. სანქციების მოხსნა, გატენულ აქტივებზე წვდომა და შენარჩუნებული ურანი. და აი Financial Times-მა ამერიკელებს შორის სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა და შედეგი გასაოცარი იყო. 58-მა ამომრჩეველმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ეს კამპანია არ ღირდა დახარჯულ რესურსად. 44% ამერიკელებისა მიიჩნევს, რომ ომმა აშშ უფრო სუსტ მდგომარეობაში დატოვა ირანთან მიმართებაში, მაშინ როცა საპირისპირო აზრზე, რომ კონფლიქტმა პირიქით ვაშინგტონის პოზიციები გააძლიერა, 31% ამერიკელებისა დგას. ეს ნიშნავს, რომ ამერიკელთა ნაკლები ნაწილი, ანუ მესამედზე ნაკლები, ფიქრობს, რომ დიახ, ამერიკა მართლაც გამარჯვებული გამოვიდა ამ ომიდან. რაც შეეხება დიპლომატიურ ძალისხმევას, 66% ამერიკელებისა აცხადებს, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი ირანთან ან თითქმის არ იმოქმედებს ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობაზე, ან პირიქით, გააძლიერებს არასტაბილურობას და გაზრდის ახალი კონფლიქტის ალბათობას. ამიტომ ცოტა უხერხულია მას გამარჯვება უწოდოთ. ამ ფონზე მხოლოდ 36% ამორჩევლების მთლიანობაში ამტკიცებს დონალდ ტრამპის საქმიანობას პრეზიდენტის პოსტზე. და ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიკურად დამუხტული მომენტი მისი სიტყვიდან იყო მაშინ, როცა ტრამპმა დღესასწაულში კონკრეტული საარჩევნო კანონპროექტი ჩააქსოვა. როგორც ჩანს, ეს აქ არაფერ შუაშია, მაგრამ როგორც უკვე თქვი, ეს იყო სრულიად წინა საარჩევნო სიტყვა. შემდეგ მოდის ტრამპის ციტატა. ამერიკა დაბრუნდა და ჩვენ გვინდა ამერიკა დიდებულად შევინარჩუნოთ. ამას გავაკეთებთ თუ დავამტკიცებთ Save America Acts. რაც ნიშნავს, რომ ყველა ამომრჩეველმა უნდა აჩვენოს პირადობის დამადასტურებელი მოწვევა. ყველა ამომრჩეველმა უნდა წარმოადგინოს პატარა რამ, რომელსაც ეწოდება მოქალაქეობის დამადასტურებელი მტკიცებულება. და არ იქნება ფოსტით ხმის მიცემა გარდა ავადმყოფობის, ინვალიდობის, სამხედრო სამსახურის ან მოგზაურობის შემთხვევებისა. და აღარ იქნება არჩევნებზე თაღმითობა. ყველაფერი ძალიან მარტივია. როგორც ხედავთ, ისევ არჩევნებზეა საუბარი და დონალდ ტრამპმა ისევ გამოიყენა თავისი სიტყვა აგიტაციისთვის. და მან განაცხადა, რომ რესპუბლიკელებს შეუძლიათ წააგონ, ციტატა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დაუშვებთ, რომ წავაგოთ შუალედური არჩევნები, არ გავაუქმებთ სენატის ფილიბასტერს და არ მივიღებთ Save America Acts. კიდევ ერთხელ, ეს არის სიტყვა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის გამოცხადების 250 წლის იუბილეზე, რომელიც თითქოს უნდა აერთიანებდეს ყველა ამერიკელს, მაგრამ ასე არ მოხდა. ტრამპი ამბობს, წინ გვაქვს არჩევნები, ამიტომ ამ სიტყვას ვიყენებთ წინა საარჩევნო აგიტაციისთვის. ანუ პრეზიდენტი იყენებს ეროვნულ იუბილეს ტრიბუნას იმისთვის, რომ წინ წაწიოს წინა საარჩევნო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ზღუდავს ფოსტით ხმის მიცემას და აწესებს ახალ მოთხოვნებს კანონმდებლობაში. პაკეტი, რომელიც ზღუდავს ფოსტით ხმის მიცემას და აწესებს ახალ მოთხოვნებს იდენტიფიკაციაზე. და ბოლოს ტრამპმა კიდევ ერთი პროგრამული განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქს. ციტატა. ჩვენ დედაქალაქი ახლა უსაფრთხოა, ბრწყინავს და კვლავ მშვენიერია. ის ისე უსაფრთხოა. 2 წლის წინ ძალიან არაუსაფრთხო ადგილიდან ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად გადაიქცა. და აქ როგორც მივხვდით, ისევ არჩევნებზეა საუბარი. საქმე იმაშია, რომ ამ ფრაზის უკან დგას მთელი მისი პოლიტიკა ქალაქებისა და შტატების მიმართ. ხოლო დონალდ ტრამპი ყველანაირად ცდილობდა შეემცირებინა დაფინანსება ასე წოდებული ლურჯი შტატებისა და ქალაქებისთვის, ანუ სადაც ხელისუფლებაში დემოკრატები არიან, თითქმის ყველა შიდა მიმართულებით. ჯანმრთელობის დაცვა, საცხოვრებელი, კატასტროფებისთვის მზადყოფნა და ასე შემდეგ. თუ ისინი არ მიიღებენ პირიქით წითელ, ანუ რესპუბლიკურ პოლიტიკას, იმიგრაციისა და სხვა საკითხებში. თანაც დონალდ ტრამპი ამას რეალურად აკეთებდა, მაგრამ შემდეგ სასამართლოებმა ეს გადაწყვეტილებები შეაჩერეს. კიდევ ერთხელ, თუ ვერ გაიგეთ იმ შტატებსა და ქალაქებს, სადაც ხელისუფლებაში დემოკრატები არიან, დონალდ ტრამპი განზრახ ამცირებდა მათ დაფინანსებას. აუქმებდა დაფინანსებას იმისთვის, რომ იქ სიტუაცია გაუარესებულიყო. იმისთვის, რომ შემდეგ ეთქვა, ნახეთ, სადაც რესპუბლიკელები არიან, იქ ყველაფერი კარგადაა, სადაც დემოკრატები არიან, იქ ცუდადაა. ეხლა მოდით შევაგროვოთ ის ფონური ინფორმაცია, რომლის პირობებშიც ეს ყველაფერი ითქვა, რადგან ეს ტრამპის სიტყვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. პირველ რიგში თვითონ ამერიკა ხვდებოდა იუბილეს გახლეჩილი და ეჯობით სავსე, და ეს ჩემი დასკვნები არ არის. აპრილის APNORC-ის გამოკითხვის მიხედვით, მხოლოდ დაახლოებით 4-დან 10 სრულწლოვან ამერიკელს ჰქონდა სიამაყის გრძნობა ქვეყნის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით და მხოლოდ დაახლოებით 3-დან 10 აღფრთოვანება. ეს, როგორც მიხვდებით, არ არის საერთო ზეიმის სურათი, რომელსაც სცენიდან ხატავდა ტრამპი. მეორე მხრივ, დღესასწაული პირდაპირ ბუნებრივი სტიქიით ჩაიშალა.
ანომალიურმა სიცხემ და ქარიშხლებმა გააუქმეს პარადი ვაშინგტონში და პარადი ფილადელფიაში. სხვადასხვა რატომ არის ფილადელფიაში კიდე პარადი? იმიტომ რომ ეს ის ქალაქია, სადაც 1776 წელს დამოუკიდებლობის დეკლარაცია მოეწერა ხელი. და აი გეგმავდნენ, რომ პარადი იქნებოდა როგორც ვაშინგტონში, ისე ფილადელფიაში. ორივეგან გააუქმეს, რადგან ამინდი საშინელია. მესამე მხრივ, იმავე იუბილეზე სულ სხვა ხმები ისმოდა. პირველი ამერიკელი პაპის ტახტზე ეს არის ლევ 14, რომელმაც თავისუფლების მედლის მიღებისას ამერიკის ძირითადი იდეალები დაასახელა. ციტატა, ეს არის საქმე, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და რომელსაც თითოეულმა თაობამ უნდა გაუფრთხილდეს. ხაზგასმით აღნიშნავს ადამიანის ღირსების მნიშვნელობას. იმ ფონზე, რომ მან ადრე გამოთქვა მოსაზრება მიგრანტების მდგომარეობაზე, სხვათა შორის პაპი ლევი და ტრამპი ღია კონფლიქტში არიან. მეოთხე, ტრამპმა საზოგადოება კიდევ უფრო დაყო თავისი შეწყალებებით. დღესასწაულის სტუმრებს შორის მაგალითად იყო გლენ ბრუქსი, ტრამპის მიერ შეწყალებული 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილე. აღნიშნავ, რომ ბრუქსი არის ადამიანი, რომელსაც სასამართლო მიუსაჯა სასჯელი ამერიკული დემოკრატიის სიმბოლოზე შეერთებული შტატების კონგრესზე თავდასხმისთვის. ტრამპმა ის შეიწყალა და საპატიო ადგილას დასვა იმ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესასწაულზე. საერთოდ თქვენი აზრი და დასკვნები აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს აღნიშვნასთან და განსაკუთრებით დონალდ ტრამპის სიტყვასთან დაკავშირებით დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. იქ შეგვიძლია ერთად ვიმსჯელოთ და გავმართოთ ჩვენი ცალკე დიალოგი. ან თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთში იმსჯელოთ ამ თემაზე. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და არ დაგავიწყეთ დააჭიოთ ზარეს ვილაქს, რომ მიიღოთ შეთხობინება ახალი გამოშვებების შესახებ. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.